ჩვენ დავბრუნდით რეკლამის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში და დარჩენილი გვაქვს დაახლოებით 10 წუთი და შევეცდებით მოვასწროთ კიდევ ერთ საკითხზე პასუხების მიღება. ეს არის ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტი, რაზეც პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ამას წინ უძღოდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის. ქავოტოლანი, თქვენ მინდა პირველ რიგში დაგისვათ ამაზე შეკითხვა. თქვენი აზრით რა გამოსავალი რჩება აქ ხელისუფლებას და მივა თუ არა კონკრეტულ თანამდებობის პირების პასუხისგებლობამდე საქმე? მე მინდა შევახსენო მაყურებელს თუ როგორ იყო ეს ქრონოლოგიურად. არ ვიცი რა რაოდენობის პრესკონფერენცია გავმართე მე მაშინ ჯერ კიდევ როდესაც მრჩეველი ვიყავი სამინისტროში, რომ დაუშვებელია თუ არსებობს შეკითხვა სავარაუდო გაყვანაზე, ამაზე უნდა ყოფილიყო პასუხი გაცემული. ამაზე ჩვენ პასუხი ისეთი რომ თქვა შეკითხვები აღარ არსებობდეს საზოგადოებაში ვერ მივიღეთ. ეხლა მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რა მძიმე დანაშაულზეც არ უნდა იყოს ადამიანი. ის უკვე გასამართლებულია და არის საპყრობილეში. შესაბამისად, მისი აქეთ-იქით გაყვანა, გამოყვანა ეს კანონის დარღვევაა. მასზე, რა თქმა უნდა, ძალადობა ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, რაც ჩვენ სისტემურ დანაშაულთან გვქონდა, ხო? საქმე. და როგორ შეიძლება, როდესაც ახალი მთავრობა მოდიხარ ზუსტად ამ თემებით, შესაბამისად, შენთან მიმართებაში არ უნდა რჩებოდეს შეკითხვა. მე შეგახსენებთ, ჩემთვის იყო სამი ფუნდამენტური დანაშაული, რაც მოხდა. ერთი იყო 40-40,000-იანი პრემიების დარიგება, თვეში 40,000 საქართველოში, მე არ ვიცი რა უნდა გააკეთო, რომ სახელმწიფო უწყებაში ესეთი პრემია დაარიგდეს. ეს იყო ფარტენაძის მკვლელობა, რომელიც ჩემთვის არის ძალიან მძიმე, იმიტომ რომ მაშინ იქ მუშაობდი და მესამე იყო ვანო მერაბიშვილის სავარაუდო გაყვანა. მაშინ, როდესაც მე ავტეხე განგაში, რის გამოც მომიწია დაწესებულების დატოვება და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ყოველთვის დავრჩები ჟურნალისტი და უფლებადამცველი, სადაც არ უნდა ვიყო, რომელ თანამდებობაზეც, იმიტომ რომ არც ერთი სავარძელი არ გიღირს იმათ, რომ შენ შემოგიტრიალდნენ ადამიანები და გითხრან, მაშინ შენ კარგად იყავი და ხმას არ იღებდი. მე მაშინ ამოვიღე ხმა და თქვენ გახსოვთ, ამას მოყვა დეპარტამენტის გასუფთავება, პრაქტიკულად ყველა გაანთავისუფლეს თანამდებობიდან. ნამდვილად არავინ ეს მოყვა ჩემ 6 თვიან ბრძოლას. მხოლოდ 6 თვის თავზე იყვნენ განთავისუფლებული დეპარტამენტის თავმჯდომარე და დანარჩენი თანამშრომლები. მაგრამ პრობლემა ღიად დარჩა და მე მაშინ ვთქვი, მე მგონი, ბრავთ თქვენ ეთერში, ყველა ეთერში მაქვს ნათქვამი, რომ ადრე თუ გვიან სტრასბურგი ამას ჩვენ წარგვიდგა და ეს იქნება სტრასბურგი საქართველოს წინააღმდეგ იქნება. მაშინ არავინ არ ისმინა, სხვათა შორის ოცნებიდან მე მახსოვს ქალბატონმა მანანა კობახიძემ კიდევ რამოდენიმე დეპუტატმა თქვა, რომ კი, მაგრამ ჩვენ ერთ გუნდში ვარ და ეხლა რატო გვეწინააღმდეგები? იყო ეს განცხადებები. რომ მერაბიშვილი გაყვანილი იყოთ ციხიდან. იცით რა, მე მქონდა ეჭვი იყო თუ არა გაყვანილი, იმიტომ რომ დეპარტამენტის თანამშრომლები ნაწილი ამბობდა, რომ დაინახეს, მეორე ნაწილი ამბობდა, რომ არ დაუნახეთ, ანუ 50-50-ზე იყო, მაგრამ 50 ეჭვის ქვეშ დაყენებული უკვე ჩემთვის ძალიან დიდი ციფრია, რომ ესე იგი შესაძლებელია რაღაც კანონდარღვევასთან მქონდა საქმე. მაშინვე რომ დაწყებულიყო გამოძიება, მაშინვე რეაქცია რომ მიეცათ იმ ჩემი ნათქვამისთვის, ამ ტრათ არ გამოვეცხადებინე და რა იყო მიზეზი, რის გამოც მაშინ არ დაიწყო გამოძიება? უბრალოდ ხელისუფლებამ არ ჩათვალა საკმარისად სერიოზულად ეს თემა, ვერ გათვალეს რა შეიძლება მოყოლოდა ამ ყველაფერს თუ რაიმე სხვა კი? მე გეტყვით, ახალი დანიშნული იყო დეპარტამენტის თავმჯდომარე და არ უნდოდა ხელისუფლებას ეღიარებინა, რომ ეს იყო აბსოლუტურად არაკვალიფიცირებული კადრი და სხვათა შორის ეს ის ადამიანი იყო, რომელსაც პირადად ვანო მერაბიშვილთან ჰქონდა პრობლემა. ანუ ის იყო ვანო მერაბიშვილის თანამშრომელი, დიმიტრი დარბაისელი და შემდეგ ჰქონდა მასთან პირადი პრობლემა. მე არ ვიცი, იქნებ მას ჰქონდა ეს რაღაცა პირადი პრობლემიდან გამომდინარე. ანუ არასახელმწიფოებრივ ქმედებას სავარაუდოდ ჰქონდა ადგილი. მაშინ რომ დაწყებულიყო გამოძიება, როგორც ფარტენაძის მკვლელობაზე დაიწყო გამოძიება პერიოდის მერე, როგორც პრემიებთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, მაშინ რომ დაწყებულიყო გამოძიება, აქამდე ჩვენ სტრასბურგი არ მოგვიბრუნდებოდა. ნებისმიერი თემა, რომელიც სტრასბურგში იქნება, ეს იქნება გირგვლიანიდან დაწყებული და სხვა მნიშვნელოვანი საქმეებით, ყველაფერი საქართველოს წინააღმდეგ არის. რა პოზიცია ჰქონდა მაშინ სასჯელახსოვრების მინისტრს? ხომ ეს არის ადამიანი, რომელმაც იცის ადამიანის უფლებები, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ამ მხრივ მუშაობის, ის რას ამბობდა თუ ესაუბრეთ თქვენ კონკრეტულად? რა თქმა უნდა, მე ბატონ სოზართან მქონდა საუბარი ამ თემასთან
მიმართებაში, მაგრამ მე მესმის მისი პოზიცია, როდესაც ახალი დანიშნული ყავს მაღალ თანამდებობაზე კადრი, ძალიან რთულია შენთვის აღიარება იმავე კვირაში, ვთქვათ, ერთი თვის თავზე, რომ მე შეცდომა მომივიდა, ან არ ვიცოდი, მე ვფიქრობ ბატონ სოზარს ბევრი აქვს სათქმელი ამასთან დაკავშირებით და დრო დადგება და იტყვის აუცილებლად, იმიტომ რომ მე არ მეპარება ბატონ სოზარის კვალიფიკაციაში, ნამდვილად ჩვენ გვახსოვს, რომ ის ერთ-ერთი წარმატებული სახალხო დამცველი იყო. შესაბამისად არის ნიუანსები, რომელზეც არ უნდათ ხოლმე საუბარი. მე აღმოჩნდი უფრო ფიცხი საქმეში და აი რა შეკითხვას დავსვი თავდაპირველად, პასუხისმგებლობა მივა თუ არა თქვენი აზრით კონკრეტულ პირამ. ეს არის თუ არა ვითარება, სადაც ხელისუფლება სხვა გამოსავალი არ აქვს. რა თქმა უნდა და თან გავითვალისწინოთ რა პერიოდი ეს არის წინასაარჩევნო პერიოდი, ანუ თუ არის დანაშაულთან მქონდა ადგილი და თუ დღეს ჩვენ ვამბობთ სავარაუდო გაყვანა, მაგრამ მტკიცებულება თუ გვექნება რომ ეს სავარაუდო კი არა ნამდვილად გაყვანა უნდა იყოს, ეს არის სისხლის სამართლის საქმე. ბატონ კაბატონი, თქვენ რა მოლოდინი? ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა ესეთი რაღაცა, რომ რა ხან სახელმწიფოს ვერ მოაქვს მტკიცებულება იმისი, რომ ანუ მერაბიშვილი არ გაუყვანიათ საქმიდან, ესე იგი გაუყვანიათ. ანუ აი, აკითხვები არა აქვს და მოუწევდნენ რომ გამოძიება დაიწყოს. დაიწყო კიდევაც ეს გამოძიება. ჩვენ გვახსოვს, რომ 2012 წელს მეტწილად ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია იყო აგებული იმ სიტუაციაზე, რომელიც იყო ციხეში საპატიმროში, იმ ძალაუფლების გადამეტებაზე და კანონზე მაღლა დადგომაზე, რომელიც ახასიათებდა ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ იგივეს აკეთებენ, ხო? ანუ არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ვანო მერაბიშვილი თუ იქნება ეს ვიღაცა ჭიჭიკია, ადამიანს სჭირდება ერთთანაბარი მოპყრობა. იმედია, რომ სახელმწიფო ამას გამოიძიებს, თუმცა ნუ არ ვიცით რა იქნება. თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება, რა მოხდა სინამდვილეში ამას გამოიძიებენ, თუ პოლიტიკური ნება არ იქნება, არ გამოიძიებენ. და ერთი სიტყვა თუ შეიძლება ვიტყვი, იცით რა, იმ ფონზე, როდესაც ციხეები ნამდვილად გახდა ევროპული, ნამდვილად შეიცვალა, მთლიანად დაინგრა ძველი ციხეები და აშენდა ახალი. არის ძალიან საწყენი, აი ამდენი სიკეთის ფონზე, აი ეს ერთი ძალიან ჩემი აზრით ძალიან ცუდი და მნიშვნელოვანი ცუდი ფაქტია მომხდარი და სამწუხაროა, რომ პრაქტიკულად გადაფარა ის კარგი, რაც სასჯელახსრულების სისტემაში მოხდა. ეს არ უნდა მოხდეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს რეალურად, რომ მიდის არა მარტო მუშაობა პატიმრებთან, მათი რეაბილიტაცია, ხელფასებიც კი დაენიშნათ, ხო? და აბსოლუტურად სხვა სისტემა მივიღეთ. ბატონ გიორგი, არა მარტო მერაბიშვილზე, ანუ ლაპარაკი არის იმაზე, რომ შეიძლება კიდევ უფრო მძიმე წინადადებები იყოს, რაც უგულავას დაუკავშირდება უკვე და რაც დაუკავშირდება, ვთქვათ, ბაჩო ახალაიას. თქვენი აზრით, რა ზიანი შეიძლება საერთოდ ამან მიაყენოს საქართველოს როგორც სახელმწიფოს? ეს არის ხელისუფლების არასწორი და არათანმიმდევრული პოლიტიკის ძალიან კარგი მაგალითი, როდესაც უნდა მოეხერხებინა ხელისუფლებას ის, რომ თუნდაც უგულავას, თუნდაც ახალაიას, თუნდაც მერაბიშვილის მიმართ ლამის ისინი პოლიტიკური პატიმრებად გამოაცხადოს საერთაშორისო საზოგადოებას. ამას მოხერხება უნდა და ამის ბრალეულობა და ამის პასუხისმგებლობა ცალსახად არის ხელისუფლებაზე. მინდა საზოგადოებამ კარგად გაიგოს ის, რომ აქ ფაქტობრივად არავინ არ დაობს იმას, რომ მერაბიშვილს უგულავას და თუნდაც ახალაიას კონკრეტული დანაშაულებები აქვს ჩადენილი კონკრეტულ საქმეებში. და აქტიური მონაწილეობა აქვთ მიღებული იმ ძალადობრივ ქმედებებში, რომელიც 9 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში მიმდინარეობდა, მაგრამ აქ საუბარია იმ პროცედურულ დარღვევებს და იმ არასწორ დამოკიდებულებაზე, თუნდაც დამნაშავე პირების მიმართ, რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა. და უხერხულია როგორც მინიმუმ და მაქსიმუმ გასაბრაზებელი, როდესაც ამ არასწორი მოქმედებების შედეგად ქართული სახელმწიფო ზიანს იღებს საერთაშორისო ასპარეზზე. ის რაც სტრასბურგის სასამართლომ რა შეკითხვების დასვა, ეს არის როგორც ჩემ კოლეგებმა აღნიშნეს, ეს არის ზიანი ჩვენ საერთაშორისო რეპუტაციაზე. და ის რომ დღესდღეობით დაიწყო ამ საქმესთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც არაერთი ადამიანი ამას თვეების და ამის წლების განმავლობაში ამას ამბობდა, ეს არის გამოხმაურება და გარკვეული ესე ვთქვათ სუბუქად იმ ზეწოლის შედეგი, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ განახორციელა ხელისუფლებაზე და უკან მიმდევნებული ამბარებითაა იძულებული იყო ხელისუფლება, რომ ამ საქმეზე დაიწყო გამოძიება, მაგრამ შეიძლება გარკვეულწილად უკვე გვიანი იყოს, იმიტომ რომ პროცესები მიდის წინ და იქ არის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, ის არის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაციის საკითხი და ბევრ მიმართულებაში ეს ერთი საკითხია ვთქვათ დაგვიანებულია თუ არა, მაგრამ მეორე მხრივ გააქვთ იმის მოლოდინი ხელისუფლებამ თქვას, რომ მე დიახ ვადასტურებ, რომ მერაბიშვილი თურმე მართლა გაუყვანიათ საკნიდან, იმიტომ რომ ამას ნახეთ შემდეგ რა მოსდევს მერაბიშვილმა თქვა, მე გამიყვანეს საკნიდან იმისთვის, რომ დამელაპარაკონ სულ სხვა საქმეებზე, ჟვანიას საქმეზე, სააკაშვილის საქმეზე, თუ არ ვცდები ასე თქვა, რომ ფული სად არის, რა ანგარიშებზეა, ამაზე მესაუბრებოდნენ. ანუ გამოდის, რომ ამ ვერსიას კიდევ უფრო ამყარებს, თუ კი ხელისუფლება იტყვის, რომ მერაბიშვილი გაყვანილი იქნა.
ფაქტია ის, რომ ხელისუფლება, საარჩევნო კამპანია დაიწყო ქვეყანაში და ხელისუფლებას შეიძლება რაც თქვენ ბრძანეთ არ აწყობდეს ახლა ამ საქმის უფრო გაღრმავება, იმიტომ რომ ის გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის მას წინასაარჩევნოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად გაწელავს ამ პროცესს, რომ როგორღაც ეს არჩევნების შემდეგ გადავოდეს და ბევრი ასეთი გაწელილი პროცესი გვინახავს. მე ეს მოლოდინი მაქვს, რომ ამ ეტაპზე მას პოლიტიკურათაც და არაპოლიტიკურათაც არ აწყობს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და თუ მიიყვანს დროულად იქნება გარკვეული სიმბოლური დადანაშაულება კონკრეტული პოზიცია მოვისმინოთ და შემდეგ ვასრულებთ გადაცემას. ბატონო, ესე იგი, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად დაიძულა ხელისუფლება, რომ დაეწყო გამოძიება 333 მუხლით, მაგრამ ეს რა თქმა უნდა 2 წლის თავზე არის დაგვიანებული და რომ არა 2 წლის წინ გამქრალი გადაღებული ვიდეო ჩანაწერები, შეიძლება დღეს ეს გადაწყვეტილება საერთოდაც არ გქონოდა და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენს ქვეყანას არ მიყენებოდა ესეთი ზიანი, ვინაიდან გვიყურებენ გაფართოებული თვალებით და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი გველოდება, ასევე მინდა განცხადებებზე გავაკეთო კომენტარი, უკვე დაშლილი კოალიციის პარტიები რესპუბლიკელების სახით აკეთებენ სხვადასხვა მოკლედ განცხადებებს ის რომ თურმე თავის დროზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ რომ თავის დროზევე უნდა მომხდარიყო გამოძიებაო, მაშინ სად იყვნენ, როცა დღემდე ისინი მთავრობის წევრები არიან და 4 პორტფელს ფლობენ მინისტრთა კაბინეტში, მაშინვე 2 წლის წინ რატომ არ დასვეს ეს საკითხი და მეორე სასაცილო იყო გედევან ფოფხაძის კომენტარი, რომელიც არის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ამბობს რომ თურმე ეხა ეს იძულებული ვართ ეს გამოძიება დავიწყოთ და ეს ყოფილა მსჯავრდებულების წახალისება. ეს კომენტარი მის მხრიდან უბრალოდ სასაცილოა. პატარა ჩართვა გავაკეთო, ანუ შეიძლება ადამიანებს, გინდათ პოლიტიკოსებს, გინდათ ამორჩეველს ძალიან არ მოწონდეს ვანო მერაბიშვილი, თვითონ წარმოშობთ, მაგას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ვიზე არის ლაპარაკი. სასამართლოს დამოუკიდებლობა, პროკურატურის დამოუკიდებლობა და პოლიტიკური მიუკერძოებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ აქ შემოვიდეს ინვესტიცია, დაიხარჯოს ფული და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ამ ინსტიტუციების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა არის ესეთი ერთგვარი უსაფრთხოების ბალიში ბიზნესისთვის, რომ საქართველოში დახარჯონ ფული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მოთხოვნა იმისი, რომ ყველაფერი შესრულდეს პროცედურების შესაბამისად, აი სტრასბურგში არ მოგვეჭრას თავი იმაზე, რაც ხდება საქართველოში, არის ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის ინტერესი, რომ გაუჩნდეს მეტი ფული, რომ საქართველო გახდეს უფრო მდიდარი და ამისგან შესაბამისად ყველანი ვხეირობთ, ხო, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. მაგრამ აი სტრასბურგზე ხო თავის მოჭრაზე იმდენჯერ მოგვეჭრა თავი, ისეთი საქმეები წავიდა, გირგვლიანი იყო, აგრეთვე საერთოდ არაფერი არ ლაპარაკი პერსონალიებზე, ხო? ანუ გვარებს არ აქვს არანაირი სამართლებრივი ოცნება აქამდე მოიყვანა ზოგადად ეს პროცესი. პრეცედენტი არ უნდა შეიქმნას, რომ ვიღაცას აღარ მოუნდა საქართველოში ფულის ჩადება, იმიტომ რომ სასამართლო ვერავის ვერ დაიცავს და პროკურატურა არის მიკერძოებული. კი ბატონო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის, ნინო დარსაველიძე, ლალი მოროშკინა, გიორგი თაქთაქიშვილი და ანა კობახიძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. მე 19 საათამდე დაგემშვიდობებთ. დროებით.